ტრადიციულ ავტომწარმოებელ კომპანიებთან ბრძოლაში უკონკურენტოდ კიდევ ერთი საავტომობილო ბრენდი დამარცხდა. ამჯერად საუბარი გვაქვს ამერიკულ ქანუზე, რომელიც იყო ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია და რომელიც გაკოტრდა. ეს ფრაზა ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გვითქვამს, რადგან ეს არის ერთგვარი ტრენდი. თავის დროზე ქანუ არ არის მაინც ცნობილი ბრენდი, არც მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და რამდენიმე წუთში ამას ცხადია დეტალურად ავხსნით, მაგრამ ვთქვათ, რომ სულ ყავდა სამი ავტომობილი წარმოდგენილი, ესენია საოჯახო ელექტროფურგონი Lifestyle Vehicle, ეს არის კორპორაციული კლიენტებისთვის განკუთვნილი ელექტროფურგონი Multi-Purpose Delivery Vehicle და ელექტროპიკაპი Pickup Truck. როგორც ხედავთ, სახელებშიც კი არ იყვნენ ორიგინალურები, ისინი და უბრალოდ ავტომობილი კატეგორიის სახელი დაარქვეს. კი, კატეგორიის რო სედანი რო დაარქვა, სედანს დაახლოებით ასეთივე რაღაცა გააკეთეს, ან SUV-ს რო დაარქვა SUV. დაახლოებით ასეთი ლოგიკა არის ეს. თავად კომპანია 2017 წელს კალიფორნიაში დაფუძნდა და მისი ნოუ-ჰაუ არის სკეიტბორდის სახელი ცნობილი და სკეიტბორდის ფორმას გავსის და ამიტომაც ქვია მას ასე. პლატფორმა, რომელიც არის მრავალმხრივი, ანუ ვაზე შეიძლება სხვადასხვა ტიპის ავტომობილების დაშენება. ეს პლატფორმა ცხადი არის ელექტრო და ყველაფერი ის რაც სჭირდება, ბატარეებით დაწყებული სამართავი პანელებით დამთავრებული არის სწორედ ამ პლატფორმაში ჩაშენებული. სხვა შორის Canoo 2020 წლიდან არის საჯარო კომპანია, რომლის აქციები NASDAQ-ს საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. თავის დროზე დღეს უბრალოდ კაპიტალიზაცია არის დაახლოებით $1 მილიონი. არა და იყო დრო, როცა კომპანია $3.5 მილიარდ აფასებდნენ ეს 2021 წლის ელექტრომობილების ბუმის დროს ხო, მაგრამ მას შემდეგ ფაქტობრივად 100% არის გაუფასურებული კომპანიის აქციები. და მილიონიანი კაპიტალიზაციით, როგორც წესი კომპანიები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე არ არიან წარმოდგენილნი, თუ კი კომპანიას ასეთი შეფასება აქვს, იმას ნიშნავს, რომ ის არის ფაქტობრივად გაკოტრებული, გაცამტვერებული, თანაც აქ ავტომწარმოებელზე გვაქვს საუბარი და როგორ შეიძლება მის შეფასება $1 მილიონი იყოს. საერთო ჯამში ამ კომპანიამ, როგორც ვთქვით, სულ 3-ოდე, ასე ვთქვათ, პროექტი წარმოადგინა, მათ შორის ფლაგმანური, ეს არის Lifestyle Vehicle, რომელიც არის, მარტივად რომ ვთქვათ, მულტიფუნქციური დანიშნულების ავტომობილი, რომელიც ავტომობილს კლასიკური გაგებით არ გავს, რადგანაც ცოტა არ იყოს და მინივენის დიზაინს უფრო მეტად არის ის დამსგავსებული და საბოლოო ჯამში ამ ავტომობილს შეეძლო 400 კილომეტრის გავლა ერთი დამოხტვით, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ. აღწევდა, რაც არც ერთი პარამეტრით არ არის შთამბეჭდავი და გასაოცარი მაჩვენებელი. დიზაინით ის საკმაოდ ფუტურისტულია, მინიმალისტურია, თუმცა მასზე ვერ ვიტყვით, რომ ის არის მიმზიდველი ან საინტერესო, ხოლო ფასი მისი იყო დაახლოებით $35,000. ფასითაც ის დიდად გამორჩეული ნამდვილად არ იყო. თუ კი ეს ავტომობილი ძირითადად იყო ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის და ოჯახებისთვის შექმნილი, კიდევ ერთი ავტომობილი Multi-Purpose Delivery Vehicle იყო შექმნილი ძირითადად კორპორაციული კლიენტებისთვის და სხვა დიდი თუ მცირე ზომის კომპანიებისთვის, სახელმწიფო უწყებებისთვის. ეს ავტომობილი სრული დამოხტვით 370 კმ/სთ გადის, რა დროსაც ავითარებს 155 კმ/სთ სიჩქარეს. არც ერთი ეს პარამეტრი, ისევე როგორც წინა ავტომობილის შემთხვევაში, არ არის შთამბეჭდავი. ცხადია, არაფერი შიგნით არის შთამბეჭდავი, რადგან წმინდა პრაქტიკულობაზე არის ორიენტირებული ეს მანქანა, შესაბამისად შიგნით არაფერი არ არის ფაქტობრივად, არც ვირადღირებული მასალები, არც განსაკუთრებული ტექნოლოგია, ფაქტობრივად არაფერია, ეკრანი და საჭე და ფუტურისტული ტექნოლოგიები, რომლებიც საბოლოო ჯამში არავის სჭირდება, მით უმეტეს ამ ტიპის ავტომობილში. მისი საწყის ფასი არის $33,000. და მესამე ავტომობილი, რომელიც დაანონსებული იყო, უბრალოდ ანონსად და უცნებად დარჩა, რადგანაც კომპანიამ პიკაპის შექმნა ვერ შეძლო, ხოლო პიკაპი მოგეხსენებათ ამერიკაში ყველაზე მოთხოვნადი კატეგორია ავტომობილისა, მაგრამ კომპანიის მიერ, ასე ვთქვათ, დაგეგმილი პიკაპი საბოლოო ჯამში ბაზარმა ვერ იხილა, რადგანაც მასზე მოთხოვნა უბრალოდ არ არსებობდა, მისი შეძენა არავის არ სურდა, ხოლო დიზაინით ის გარკვეულწილად Tesla Cybertruck-ს ჰგავდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს გარკვეულწილად პროვოკაციული დიზაინი ყოფილიყო, მის მიმართ მომხმარებლების მხრიდან ინტერესი უბრალოდ არ ყოფილა. ყველაფერი ის, რაზედაც ახლა ვისაუბრეთ, ეს სამი ავტომობილი საბოლოო ჯამში დიდწილად ოცნებად დარჩა კომპანიის დამფუძნებლებისა და მენეჯმენტისა, რადგან რეალურად სულ რამდენიმე ავტომობილის გაყიდვა მოახერხა ამ კომპანიამ. პირველი საკუთარი წარმოების ავტომობილი ამერიკის შეერთებული შტატების ჯარში გაიგზავნა, რათა იქ გამოეცადათ მათ ეს, რადგან განიხილებოდა თეორიულად, რომ შეიძლება ამ ტიპის ავტომობილი ჯარში იყოს გამოყენებული, მაგრამ ავტომობილი, რომელიც ელექტროა და 370 კმ/სთ გადის, ცხადია ჯარში და საომარ მდგომარეობაში არავის სჭირდება, რადგან მის დატენებას რამდენიმე საათი დაჭირდება და ეს უბრალოდ არაპრაქტიკულია. ეს თან თავისი ნებით გააგზავნა ამ კომპანიამ, ამის ცხადია თანხა არავის არ გადაუხდია. მოგვიანებით NASA-მ შეიძინა რამდენიმე ქანუს ელექტროფურგონი, რაშიც ჯამში გადაიხადა სულ რაღაც $158,000, რაც ერთი ჩვეულებრივი სტანდარტული პიკაპის ფასია. შესაბამისად, აქაც დიდი არაფერი არ არის, $150,000 შემოსავალი მიიღო მხოლოდ
ამ კომპანიამ მოგვიანებით ოკლაჰომის ხელისუფლებას გაუგზავნა რამდენიმე ავტომობილი, რადგან ესენი წარმოებული იყო ოკლაჰომაში და ესეც გარკვეულწილად სიმბოლური ნაბიჯი იყო და საბოლოო ჯამში რამდენიმე ქანუს ელექტროფურგონი ასევე აღმოჩნდა King B-ს საწყობში. King B არის სწორედ ფურგონებით მოვაჭრე კომპანიაში. საბოლოოდ ესეც გადამყიდველი იყო და გამორიცხული არის, რომ სულ უფასოდ მიიყვანათ ეს ავტომობილები, რომ უბრალოდ ამ კომპანიას გაიყიდა და მოგვიანებით აქედან რაღაც მოგება ენახა. ასე რომ ყველა მხრივ ეს პროექტი იყო ჩაფლავებული და განსაკუთრებული არაფერი მოხდა თუ ის გაკოტრდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მენეჯმენტმა როგორც ჩანს მუშაობა უკვე ოფიციალურად სრულად შეწყვიტა, ქარხანაც რა თქმა უნდა არის გაჩერებული, პროექტის განვითარება აღარ მიმდინარეობს და თავად კომპანიამ გაკოტრების პროცედურა დელავერის შტატში დაიწყო. ეს არის სტანდარტული პრაქტიკა, რასაც კომპანიები აკეთებენ გაკოტრების მე-7 თავის მიხედვით კოდექსის შესაბამისად. მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც კომპანია შეძლებს მართველი, ასე ვთქვათ, ორგანოს დანიშვნის შემდეგ თავისი აქტივების ლიკვიდირებას, ხოლო აქტივები საბოლოო ჯამში გაიყიდება ბაზარზე, მიღებული თანხა კი დაუბრუნდებათ კრედიტორებსა და ინვესტორებს. საერთო ჯამში კომპანია თავის აქტივებს $126 მილიონ აფასებს, ხოლო ვალდებულებები შეადგენს $164 მილიონ, ანუ კომპანიას უფრო დიდი ვალი ადევს, ვიდრე მისი აქტივების მოცულობა არის.